ველობილიკის გაკეთებას პატარა ხალხს რომ მივხედოთ, ესეც კაია. მაგალითად, ჩემ თავზე გეტყოდით აგერ მესამე წელია ჩემი მხიარული მატარებელი დეპოშია შესული უკვე. უსახსრობის გამო დეპოშია დაყენებული და ამ მილიონებიდან პატარა 20,000-საც რომ მომცემდეს ვინმე და გაიღებდეს ამ მოწყალებას, გამოვიყვანდი დეპოდან იმ მხიარულ მატარებელს და ხალხში ვივლიდი აგერ და ერთი კაი საქმე გაკეთდებოდა. მხიარული მატარებლის დეპოდან გამოყვანას მემანქანე როდის შეძლებს არავინ იცის. ველობილიკების დაგების უახლოეს პერსპექტივებზე კი ბევრს საუბრობენ. ქუთაისში 26 კილომეტრის მანძილზე ველომრბოლელთათვის განკუთვნილი გზა გაკეთდება. ამ პროექტის შექმნას არქიტექტორთა ჯგუფმა 5 თვე მოანდომა. ახლა უკვე ყველა დეტალი შეჯერებულია და საბოლოო შემოწმებას შესაბამის სტრუქტურაში გადის. სპორტული და ჯანსაღი ცხოვრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და უფასო საშუალებაა. საჭიროა ველოსიპედის შეძენა და თუ გაქვს ენერგია და სურვილი, გექნება გზა, სადაც არც მანქანა შეგისლის, არც ფეხით მოსიარულე შეგისლის ხელს. არქიტექტორთა აზრით, ქალაქის გარეუბანში მცხოვრებლები ერთმანეთს ველობილიკის საშუალებით უფრო მარტივად დაუკავშირდებიან. თუმცა როგორც ირკვევა, სპორტის ამ სახეობას მიმდევრები იმერეთის სხვა რაიონებში უფრო ჰყავს. თუ კი ახლა აქცენტი არის რომ გაკეთდეს, მე მაგალითად მაგას გავაკეთებდი 3 რაიონია ველოსპორტთა დამსახურებული წოდების რაიონები. ეს არის სამტრედია, ხონი და აბაშა. აქ არის ველოსიპედების ბუდე. მე მაგალითად არსად საქართველოში არ მინახავს ველოპროფილაქტიკა. სამტრედიაში მინახავს მაგალითად ველოპროფილაქტიკა, ხონში მინახავს, აბაშაში მინახავს. 10 მილიონიანი პროექტი იმ უბნებს მოიცავს, სადაც ტროტუარი განიერია და ფეხით მოსიარულეებს ველომრბოლელები გვერდს ადვილად აუქცევენ. ველოსიპედის გზას გაყვება გვერდით საფეხმავლო გზა. ეს ჩვენ გავაკეთეთ იმ ქუჩებზე, სადაც ტროტუარის სიგანე იძლევა ამის საშუალებას. დარჩება 2.5 მეტრი დარჩება საფეხმავლო ფეხით მოსიარულეთათვის და 2 მეტრი და 30 სანტიმეტრი იქნება ველოსიპედის სასიარულო გზები, ორი მხრივი სასიარულო გზა. მთავრობის ამ ინიციატივის მიმართ საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. ველოსიპედიანი ხალხს ვერ უყურებდა. იმ დონით ახალ დაიხარჯება ველოსიპედს, ესე იგი თვეგავა ერთვე დაინახავ ქალაქში და სამტრედი არაა ქუთაისი და საერთოდ პენსიები მოუმატონ ჯობია. მე მგონი არ გაამართლებს, არავითარ შემთხვევაში არ გაამართლებს. ველობილიკი კარა ხალხს მიხედოთ, ხალხი მშერი რო ყავს, იგი არის უფრო სწორი და უფრო კარგი. ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ქუთაისში ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალება გაჩნდება და მოსახლეობა ყოველგვარი ხარჯების გარეშე შეძლებს გადაადგილებას. ოღონდ გამონაკლისი ის უბნები იქნება, სადაც ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ველობილიკით ვერ ისარგებლებენ. ასეთი კი თითქმის ნახევარი ქალაქია. ველოსიპედების ეპოქის დადგომამდე მსახიობი გიზო კაკაურიძე ველომრბოლელებს ერთ გაფრთხილებას აძლევს. ქუთაისში ძალიან ძლიერი ქარი იცის და განსაკუთრებით მაკეთ მხარეს, ავანგარდში და პასელოკში სტეკლოტარას რო ვეძახით და შესაძლებელია ამ ძლიერმა ქარმა ეს ველომრბოლელები პოჩი გადაიყვანოს საცრაფოდ. ამაზე დაფიქრდით, გთხოვთ.